მოგესალმებით დილამშვიდობისა მეგობრებო ყველას. ეხლა რაღაც ახალი ამბავი უნდა გითხრათ და აბა მოიმზადეთ, შემომიერთდით გეტყვით ახალ ამბავს. ესე იგი, ნახეთ, პირადში დაიწყეს ადამიანებთან, იმ ადამიანებთან მიწერა, ვინც მე მიკავშირდება და ვინც ამოდის ჯვარზე და ვინც ჩემთან ერთად მოიაზრებს იმას, რომ ესე იგი ჯვრის მონასტრიდან უნდა გამოვიტანოთ ის მაგი და დახლი, სადაც ვაჭრობა მიმდინარეობს. ეს არ მოეწონა ვიღაცებს და პირადში წერენ რა ვიღაცა არის ესეთი მიხაილ შონია, რომელსაც არც ფოტო აქვს, არც არაფერი არ აქვს. ეს არის პირდაპირ დაქირავებული აგენტი, რომელიც წერს პირადში ადამიანებს, რომ ესე მომიხსენიებს ჯერ მომიხსენიებს ესე ქურთი თამარა, ესე მომიხსენიებს და მომიხსენებს პოდკასტერიაო, რომელიც ადამიანებს დააჭერინებს და მე სამსახურს მისცემენო და ღმერთმანი. აი ხა მე გეტყვით ერთ რამეს რა. აი ნახე, დაგიფოსტავთ აი ესეთი რაღაცა მიწერეს ჩემს ძალიან ახლო პირს. აი ნახეთ როგორ რაღაცა მიწერეს. ქალბატონო თია, ქურთ თამარას არ ენდოთ. ეხლა ამბობს რაღაცა მაგი და უნდა გამოვიტანოთო. ქურთი თამარა არის პოცტრეკატელი. პოცტრეკატელი რას ნიშნავს დე? პოცტრეკატელი ხალხს დააჭერინებს და სამსახურს მისცემენ. ანუ ქართულად წერაც არის ის ნორმალურად. და თია მე ხარ ჩემი მეგობარი არის და უპასუხა რომ უკაცრავად, მაგრამ ვინ არის ქურთი თამარა ვერ გავიგეო რა, რა მაგიდის გამოტანაზეა საუბარიო და თუ პირადში მოგწერეს ესეთი რაღაცეები მეგობრებო, ეს გუშინ მიწერეს თიას, თუ მოგწერეს ესეთი რაღაცეები, ძალიან გთხოვთ გადმომიგზავნეთ რა, იმიტომ რომ აშკარად პროპაგანდა არის ჩემს წინააღმდეგ გამართული და ჯერ ეგერთიც ქურთი თამარა, არ ვიცი ახლა ქურთი თამარა რატო დამარქვეს, მაგრამ ეთყობა ქურთებს ძალიან გაფუჭებული აქვს სახელი საქართველოში და ეხლა მე გაჩვენებთ ჩემს წინაპრების სურათებს რა, ბაბუა ჩემის, მამა ჩემის და მამა ჩემის ბაბუის სურათებს და თქვენ გადაწყვიტეთ ეხლა ქურთი ვარ თუ ქართველი. ეხლა ვინც გარკვეული ხართ იმაში, აი ეს არის მამა ჩემი, მეგობრებო, რა ვიცი, ქურთს არ გავს ნამდვილად. მამა ჩემი, ეს არის ბაბუა ჩემი. აი ამის მამა არის ეს და ამის მამა კიდე არის ეს. რა ვიცი, არც ერთი არ გავს ქურთს, ნამდვილად, ხო? ეს ჩემი ძმა არის. ეს ჩემი ძმა არის ბერი, ეხლა ვინც არის, ვინც მოღვაწეობს ეკლესიაში. ხო და აბა მაინც რა, იქნება მართლა ადამიანი შეიძლება ეჭვიაპარებდეს. ეხლა მეორე ბაბუას გაჩვენებთ, ბებია ჩემის მხრიდან. ეს არის ჩემი სხვა ბაბუა, რომელიც ნამდვილად ქურთს არ გავს, ალბათ, ხო? და მე რა ვიცი, არც მე არ გავარ ქურთს ნამდვილად. და ვერ გეტყვით რომ ქურთი ვარ. დედა, აბა გკითხავ, მოდი ერთი წუთი, შემოდი. მოდი ერთი წუთი. მოდი, შემოდი, გკითხო. ჩემი მაყურებელია რომ არ დააბნიონ ხალხმა რა. ანუ ქურთი ნამდვილად არ ვარ და მე ქურთების წინააღმდეგაც არაფერი არ მაქვს, მეგობრებო. ძალიან მიყვარს ქურთებიც, ძალიან მიყვარს ყველა ის ადამიანი, ვინც ადამიანია. გინდა იყოს ეს, თუნდაც იყოს რუსი, სომეხი, თურქი, ყველა ადამიანი მიყვარს, მაგრამ თუ კი ის არის საქართველოს წინააღმდეგ და საქართველოს ვნებს, როგორც ახლა პარლამენტში შემძრალი რამდენიმე არაქართველი, მათ წინააღმდეგ ნამდვილად ამოვიღებ ხმას. ასევე საპატრიარქოში შემძრალი არაქართველი. მე ებრაელებიც ძალიან მიყვარს, მეგობრებო, ოღონდ არა ის ებრაელები, რომლებსაც სურთ საქართველოს წართმევა რა. აი ახლა დედა გეკითხებ, მარტო შენ ხმას გამოვაჩენ რა, შენ თუ გამოჩენა არ გინდა. ჩვენს სანათესაოში ვინმე ქურთი ყავს? არავინ. ხო, ან მამის მხრიდან, დედის მხრიდან? არც ერთი მხრიდან არავინ. ხო, იცოდეთ რა მეგობრებო, ანუ ჩემგანაც ხო უნდა იცოდეთ პასუხი, იქნებ სიმართლეა ვთქვათ, ისინი ვინც წერენ პირადში რაღაცეებს. ხო და ჩემგან იცოდეთ ნამდვილად პასუხი, რომ არც ერთი მხრიდან, არც დედაჩემის მხრიდან და არც მამაჩემის მხრიდან ქურთი არავინ არ აყავს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ქურთებს პატივს არ ვცემ. ასევე მე გეტყვით, რომ დედაჩემის მხრიდან რაღაცა ნაწილი არის ოსური სისხლის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ
დედაჩემის მხრიდან მაგალითად ბებიაჩემი არის ფუთიეთიდან, ასევე მამაჩემის მხრიდან არის ფუთიეთიდან, ქურციკიძეები არიან სხვავიდან და ფუთიეთიდან. ქურციკიძე ბებიაჩემი, ხო, რომელიც დედაჩემის მხრიდან იყო რაჭველი. მამაჩემი იყო ზემოკრიხიდან და მისი ბებია იყო ფუთიეთიდან, ანუ ფუთიეთში სომხები და რაჭაში სომხები და თურქები და ქურთები არ ცხოვრობდნენ, მეგობრებო, რა იცოდეთ. რაჭის მთებში, ფუთიეთში, ზემოკრიხში და რა ქვია მაგას, ზემოკრიხში და ფუთიეთში არ ცხოვრობდნენ ქურთები, რო იცოდეთ. იქ ცხოვრობდნენ მხოლოდ ბაგრატოვანთა წარმომადგენლები და მნიშვნელოვანი პირები, რომლებიც იყვნენ ფეოდალები, იმიტომ რომ იქ რო ფეოდალები არ ყოფილიყვნენ, ვერ ააშენებდნენ ეკლესიებს. და ადიდ ზემოკრიხში ნახავთ, იქ მთავარანგელოზების ეკლესია არის, ასევე ფუთიეთში ადიდ და იქაც ნახავთ, რომ არის უშველებელი ეკლესია აშენებული ღვთისმშობლის. ორი ეკლესია არის ფუთიეთში. სხვავის გავლით ახვალ. და ბაბუაჩემი, ან დედაჩემის მამა, მამაჩემის მამა ზემოკრიხში, მაგრამ დედაჩემის მამაზეა ახლა საუბარი. დედაჩემის მამა, შენ მამაშენი რა გვარი იყო? მამაშენი რა გვარი იყო? აბლახაშვილი. ეგ გადაკეთებული გვარი და მანამდე რა გვარი? დიდებაშვილი იყო ბაბუაჩემი, დედაჩემის მხრიდან მამა და დიდებაშვილების დედა მეც იქაური მყავსო კინგი ამბობს. სადაური კინგ ელისე ფუთიეთიდან. ხო და ასე რომ მეგობრებო, ძალიან შეცდომაში შეგიყვანენ თუ ესე პირადში მოგწერენ ჩემს საწინააღმდეგოდ რაღაცებს. მეორე ის მინდა გითხრათ, რომ იქ ამოსული, ანუ ჯვარზე ამოსული 10 კაცი ერთი კაცი 100 თავს უდრის, რო იცოდეთ რა, ეგ რო იცოდეთ, ანუ არ არის მნიშვნელოვანი 1000 ჯარი დადგეს იქ და ჭიანჭველასებრი, როგორც იქ რუსთაველზე დადგა 1000 კაცი, მაგრამ ვერაფერი ვერ გააკეთა. მნიშვნელოვანი არის, რომ იქ ჯვარზე ამოსული ერთი თავი უდრის 1000 კაცს. მე ესე დავინახე რა, იქ იყო ძალა. მე ძალა დავინახე იქ ვინც ამოვიდა იმ ადამიანებში და იმ ადამიანებში მე ვინც რუსთაველზე ვნახე, იქ იყო ჭიანჭველები. უკაცრავად მე არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას. ჭიანჭველები განა იმ მხრივ რომ ჭიანჭველები არიან. უბრალოდ მათ ძალა არ ქონდათ რომ რაღაცა შეეცვალათ. გესმის? ამ მხრივ ჭიანჭველები, თორე იქ რო ძალა ყოფილიყო, ანუ რუსთაველზე იმდენი ხალხი იდგა, რომ რაღაცა მაინც უნდა შეეცვალათ, მაგრამ ძალა არ იყო, ერთობა არ იყო. იქ იყო გაფანტული ასეთი რაღაცა. და ჩვენ მაღლა ვინც შევხვდით იმაზე ჯვარზე ერთმანეთს, იქ იყო ძალა. მე ძალა დავინახე იქ ნამდვილად და ეს ძალა ყველაფერს შეცვლის საქართველოში საკეთილდღეოდ. დამეთანხმება აგერ კინგიც. კინგ, ეხლა ეს შენ იმას ველოდები, იქაური მყავსო დედაო და სადაური ფუტიეთელი თუ სხვაველი თუ ზემოკრიხელი. ეს ადგილები ხა მე რაც ჩამოთვალე, ფუტიეთი, სხვავა და ზემოკრიხი ძალიან მნიშვნელოვანი ადგილები არის საქართველოს ისტორიაში რა, რომ იცოდეთ და გადაიკითხეთ რატომ როგორ. ხო, ეს კიდე წიგნი გირჩიეთ მე საწერია ამის შესახებ, რაჭველი ხო, კინგ, ფარახეთელი იყო, ხო, კინგ, ძალიან კარგი. ხო, ნუ რაჭა არის მნიშვნელოვანი ადგილი, რაჭა და სვანეთი ერთად იყვნენ მაშინ, სვანეთში უამრავი სიწმინდე ინახებოდა, სიწმინდე არა მხოლოდ არტეფაქტის სახით, არამედ აქ ინახებოდა სისხლის სახით სიწმინდე, ისევე როგორც რაჭველები არიან ძალიან განსხვავებული გარეგნობის და მათში ძალიან სხვანაირი სისხლი არის და ეხლა ჩემს მეუღლეს თუ კითხავთ, ჩემი მეუღლე დარწმუნებული ვარ, რომ სვანური სისხლი აქვს, იმიტომ რომ მისი მოწაფე იყო თუ მოსწავლე ვინც იყო უნივერსიტეტში, სვანებზე აკეთებდა დიდ მეცნიერულ გამოკვლევას, რომელიც თავიდან მოიშორეს და მოკლეს როგორც ყველა რა. ხო და იმ მისი მტკიცებულებით, აი ამ სტუდენტის მტკიცებულებით თავის ლექტორს, ანუ ჩემს მეუღლეს ეუბნებოდა, რომ შენ რომ გაიკეთო გენეტიკური ანალიზი, შენ ახარ 99%-ით სვანი. გარეგნობის მიხედვით და რა თქმა უნდა, იმის მიხედვით, რომ საწავიდნენ მერე
თქვენ იცით რომ ის მცველი ხალხი ზოგი ფუსტები ერქვა ზოგს კიდე სხვა 4 სხვადასხვა მცველი იყო ამ წმინდა გრაალის ხო წმინდა სისხლის წავიდნენ ანგლოსაქსებისკენ იქით საფრანგეთშიც წავიდნენ გერმანიაშიც წავიდნენ და ასე შემდეგ და იქ მერე სადასახლდნენ და როგორ ღმერთმა იცის და სავარაუდოდ ჩემი მეუღლე არის მათი შთამომავალი ხვდებით ეს არის ან ჩემი მეუღლე არის პროტო ქართველი ანუ საქართველოდან არის მისი სისხლი და გერმანულად საუბრობს თუ ინგლისურად თუ ქართულადაც საუბრობს სხვათა შორის და აგერ ბიჭები გაიცნო მშვენივრად ხო ესაუბრებოდით ერთმანეთს მარინოს ხო და არ შეგეშინდეთ მაგაზე რომ მე ან ქურთი ვარ ან სომეხი და მე კიდევ ერთს გეტყვით რა ეგრეც რომ იყოს ანუ ქურთი რო ვიყო ან სომეხი რო ვიყო ხო მაშინ ეს შემეტყობოდა სახეზე ანუ პირდაპირ სახეზე აისახებოდა გარეგნობაზე აისახებოდა გესმით და ყველას მინდა გაგაფრთხილოთ რომ თუ კი ვინმე გეტყვით რომ ის ქურთია ან ის სომეხი ან ის ქართველიო ქართველსაც ეტყობა რომ ის ქართველი არ არის სომეხსაც ეტყობა რომ ის სომეხი არ არის თუ კი იმიტომ რომ ძალიან ბევრმა გადაიკეთა ქართველმა სომხურად გვარი ეს იყო შევიწროვებები და ამის გამო და დღეს დარჩნენ რომ ვითომ სომხები არიან და ის გვარები ვინც სომხურად გადაიკეთეს გვარი ზოგი ქართველია და ბევრი სომეხი კიდევ ვინც ქართულად გადაიკეთა გვარი ისინი არიან სომხები ნუ მოკლედ თმები გაშალენ ხო ნუ თმები ახლა გავიშალე თუ შევიკარი მნიშვნელობა არ აქვს მაგას თმები როგორ მექნება კაცო შეიძლება სულ არ მქონდეს თმები მაგას მნიშვნელობა არ აქვს ერთადერთი ის არის რომ აი ძალიან სიფრთხილე გმართებთ ქართველებო მე ქართველებს მოგმართავთ ახლა ჩვენი ძმები ვინც იყვნენ ესე იგი ოდითგანვე ხომ იყო ჩამოდათვალი მეფეების რანთა კახთა ჭანთა შაჰანთა და ასე შემდეგ ხო იყო ჩამონათვალი აი მაგ ჩამონათვალში მეგობრებო სომხებიც მოიხსენიებოდნენ ჩვენ ძმებად და ის საკითხი რომელიც მოიხსენიება მაგალითად აინახე ხარგრძელებზე არის ნათქვამი რომ ისინი იყვნენ მორწმუნეობით სომხები ეს არნიშნავს იმას რომ ისინი იყვნენ სომხები მორწმუნეობით სომხები სხვა რაღაცა არის ვიდრე წარმოშობით სომხები გესმით მორწმუნეობით სომხები იყვნენ ვიღაცა იტყვის რომ ათათურქი იყო ეს ათათურქი რა არის მან ქურთები იყვნენ მაგას მნიშვნელობა არ აქვს მეგობრებო ისინი იბრძოდნენ საქართველოსთვის საქართველოს ედგნენ მხარში და ისინი ითვლებოდნენ ქართველებად და ისინი რა სისხლის წარმომადგენლები იყვნენ ამას მნიშვნელობა არ აქვს აი ახლა მაგალითად ხო არიან ურიებიც რომლებიც საქართველოში არიან და სხვათა შორის საქართველოს იდეოლოგიებს იცავენ ურიებიც არიან ეგეთები რა ანუ მაგალითად ისინი აღიარებენ ქრისტეს და იმ პერიოდშიც როცა ქრისტე ჯვარს აცვეს ძალიან ბევრი იუდეველი იყო რომელიც ქრისტეს მხარეს იდგა მაგრამ მათ უბრალოდ ვერ შეძლეს ქრისტეს დაცვა როგორც ქართველებმა და ქალდეველებმა და პროტოქართველებმა ხო ვერ შეძლეს ესები არის დღეს მეგობრებო ესე ნუ განშით რომ აი ის ურია ის ებრაელია ის სომეხია ის რუსია რუსებიც არიან ისინი ვინც არ ეთანხმებიან ამაში ძალიან სიფრთხილად გვმართებს იმ მხრივ რომ ჩვენ ადამიანს რო დავინახავთ იმის უკან დავინახოთ რა იდეოლოგია დევს მასში რა ინტერესები აქვს და ნუ განვშით ესე რომ აი წარმოშობით ეს არის და წარმოშობით ის არის თუმცა მე გეტყვით რომ წარმოშობით თუ სისხლში არ გაქვს შენ ქართული ხო ანუ პროტოქართული აი ეს ძირძველი ბაგრატონანთა სისხლი შენ საქართველოს ვერ დაიცავ და ვერც გადაარჩენ მაგრამ შენ როგორც ესე იგი ადამიანი რომ უყურებ ესე ქართველი რომ უყურებ რომ ის არის და ეგრევე გამორიცხავ ეგ არ შეიძლება მეგობრებო იმიტომ არ შეიძლება მე მართალია ბევრს ყვირი ვარ ხოლმე რუსები არ მიყვარს ისინი არ თურქები არ მიყვარს არც ინდოელები არ მიყვარს ეგენი არც ერთი თუ კი საქართველოს ერჩიან ხდები და საქართველოს ერჩიან რა მხრივ იცით ამდენი ეხლა 100 ქართველზე რომ
1000 ინდოელი შემოვა, ეს უკვე საშიშროებას წარმოადგენს და მე მაგიტომაც გავაპროტესტებ ამ სიტუაციას. ასევე თუ 100 ქართველზე 1000 რუსი შემოვა, არც ეგ არ მომწონს. ასევე თუ 100 ქართველზე 1000 ებრაელი შემოვა, არც ეგ არ მომწონს. ანუ ბალანსი ირღვევა, ხვდები? და მე იმას კი არ ვამბობ, რომ ეს ერი განსაკუთრებით მიყვარს და ეს ერი არა. არა, მე ვამბობ, რომ აქ უნდა იყოს ბალანსი დაცული. ხვდებით? ბალანსი თუ დაირღვა, იქ ყველა მტერი ხდება უკვე იმ ეთნიკური ჯგუფისა, რასაც ქვია პროტო ქართველები. ანუ ქართველი ვის დაერქვა, საინტერესო ეს არის, რომ ქართველი თვითონ ტერმინოლოგია ეს ქართველი საიდან და რომელი საუკუნიდან შემოდის და ამ ქართველში ვინები ერთიანდებიან. მე როგორც ისტორიაში ვისწავლე 7 პატარა მცირე ეთნიკური ჯგუფი გაერთიანდა ქართველებში და ეს ჩამოთვლილი არის ჩვენს ისტორიაში, რომელი ჯგუფი იყვნენ ესენი, სვანები, ლაზები, ჭანები, აი ეს ყველანი ვინ იყვნენ? ქალდეველები ვინ იყვნენ? ესენი გვაქვს ჩვენ გასარკვევი, თორე ის რომ ჩვენ ქართველები გვქვია, ქართველი შეიძლება აგერ შემოდის ვიღაცას რუსი და იმანაც ქართველი დაირქვა, იმიტომ რომ პასპორტი აიღო ქართული. ანუ ხვდები, ქართული პასპორტი ვისაც აქვს დღეს ყველა ქართველია, მაგრამ ეს ხო არ ნიშნავს რომ ჩვენ ის მცირე ეთნიკური ჯგუფი ვინც ვიყავით და ვინც ქართველში გავერთიანდით, ხო? ქართველში გავერთიანდით. ის ქართველი ვინ იყო? რომელი ეთნიკური ჯგუფი იყო, ეს გვაქვს გამოსაკვლევი მეცნიერულ დონეზე და არა ისე იმ დონეზე, რომ აი ახლა ვიღაცამ რაღაცა იფიქრა, იქ გადაიკეთა გვარი და მერე იქ დაერქვა ქართული. არა, უნდა გამოიკვლიონ ადამიანებმა, მეცნიერული ჯგუფი უნდა ჩამოყალიბდეს, რომელიც უშუალოდ ამ საკითხზე იზრუნებს დასაქმდება, რომ გაირკვეს და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი და სომეხს სომხობის არ შერცხვეს, ქურდს ქურთობის არ შერცხვეს, ქართველს ქართველობის არ შერცხვეს, რუსს რუსობის არ შერცხვეს და უკრაინას უკრაინობის არ შერცხვეს, ისევე იუდეველს იუდეობის არ შერცხვეს. ხვდებით? ამიტომ მე გეუბნებით ერთ რამეს რა, რომ ჩვენ ესე მოხსენიება ვიღაცა ერისა არ გვაქვს მაგის უფლება, რომ ესე დამცირებულად მოვიხსენიოთ, იმიტომ რომ ღმერთისთვის, ანუ ქრისტე, იესო ქრისტესთვის ყველა ადამიანი იყო როგორც ესეთი დასაფასებელი თავის არსში. და თუ შენ ადამიანს ესე შეხედე და ის ქურთი თამარა თან როგორ მოიხსენიებ, ხო? ქურთი თამარა არენდოთ მას დააჭერინებს ყველას და მერე სამსახურს მისცემენ. საიდან რა მოიტანე? აზე ხარ? რა მაგრა ეშინიათ ჩემი? აზე ხართ? როგორ მაგრა შემიშინებ? ხო ჯერ ეგერთიც პირველ რიგში სამსახურს მე არ ვეძებ, სამსახურობრივი სისტემიდან მე რამდენი ლაივი ჩავწერე, რომ დავემშვიდობე მაგ სისტემას და ჩულს უთხარი, რომ კარგად იყავით მეთქი. მონას დარჩეს. აი ესე თქვი, მონას რჩება და მე თავისუფლდები. მე თავისუფალი ვარ ამ სისტემისგან. და ვიღაცამ ეხლა დადგა და მოიგონა ის, რომ ის რაღაც მაგიდა უნდა გამოვად. მაგიდა კი არ ქვია იმას, ჩემო კარგო მიხაელ. მაგას ქვია სავაჭრო დახლი. სავაჭრო დახლი უნდა გამოვიდეს ყველა ეკლესიიდან, პირველ რიგში ჯვრიდან, დავიწყებთ ჩვენ ამის გამოტანას. და ამას კი არ გავაკეთებთ ხმლებით და ყვირილით და წივილით, ამას გავაკეთებთ ძალიან დიდი დიპლომატიით და სიყვარულით. მართლა გეუბნები, აი ესე გავაკეთებთ ჩვენ. და ეხლა მე ძალიან დიდი სტიმული მომცა სწორედ აი ამ მიხაელ რა ერქვა, რა ვთქვი, მოიცადე მიხაელ შონია. აი მიხაელ შონია, რომელიც თეას წერს, ესე იგი ეს არის ადამიანი, რომელსაც სახე არ აქვს გამოჩენილი. მიხაელ შონია წერს თამარას არენდოთ, ქურთ თამარას არენდოთ. ეხლა ამბობს რაღაც მაგიდა უნდა გამოვიტანოთო. ქურთი თამარა არის პოსტრეკატელი. რა არის პოსტრეკატელი? ამიხსენით ხალხო, ვინ იცით? ხალხს დააჭერინეთ და სამსახურს მისცემენ. გესმით? ამიტომ მწვალებელიაო, მწვალებელი. მე მწვალებელი ვარ და იქ ვინც ეკლესიაში ვაჭრობს, ის წმინდანი.
ხო, კარგი, ეგრე იყოს მაგათთვის და ჩვენთვის სხვანაირად არის, იმიტომ რომ ჩვენ ვიცნობთ ქრისტეს და ვინც ქრისტეს არ იცნობს, იმისთვის მწვალებელია ადამიანი, რომელიც ქრისტეს სიტყვებით მოითხოვს ქრისტეს სიტყვის დამკვიდრებას, რა თქმა უნდა. მათთვის არის ისა რა ქვია, ამოტრიალებული ჯვრისთვის არის საშიშროება ჩემი საუბარი, რა თქმა უნდა. მაგრამ ჩვენ რო ჯვრის გასწორება გვინდა და ამოყირავებულად რო დგას ყველაფერი თავზე ისევ გასწორება ამის, რა თქმა უნდა, მათთვის საშიშროება ურჩხულს ვის იეშინია, ხო? იმისთვის, ვინც მართალია. ასე რომ, ჩემო კარგებო, დღეს ჩვენ მივდივართ 12 საათზე ვიქნებით მაღლა ისევ ჯვარზე. იცით როგორ არის? ჩვენ მანქანა ყავს. ეს მანქანა ალბათ გაიცნობდით ყველა. საცხოვრებელი მანქანა არის, სადაც იქ ვიკრიბებით ხოლმე, იმიტომ რომ ცივა, როცა არ ცივა, გარეთ ვართ ხოლმე და როცა ცივა, შიგნით ვართ ხოლმე. ეხლა ამ მანქანაში ვინც მოდის, ეტევა მხოლოდ რაღაც 10 კაცი სულ ბევრი რა. და იცით როგორ არის ესე მოდის, მიდის, ნაკადი მოდის, მიდის. გესმით? ისი არ არის, რომ იქ შიგნით მანქანაში 500 ვიდგეთ. გესმით? ამიტომ ვინც მოხვალთ და ნახავთ რომ ჩვენ გარეთ არ დგავართ, მაგრამ მანქანა იქ არის, მოაკაკუნეთ და შემოგვიშვით. გესმით? ასე რომ კარგად მოიფიქრეთ. დიდება უფალსო ამბობს ელისეი, დიდება უფალს, ჩვენ ვინც ჭეშმარიტად ქრისტეს საძმო ვართ, აი მე 100% შემიძლია თქვა რომ ქრისტეს საძმო იკრიბება ჯვარზე, იმიტომ რომ ქრისტეს სიტყვის დამცველია და ქრისტეს სიტყვის მცველია და ქრისტეს სიტყვის შემსრულებელია პირველ რიგში. შემსრულებლობა იმას ნიშნავს, რომ რაც ვიცით სახარებისეულად ქრისტემ რაც გააპროტესტა, ის დღეს თუ საქართველოში ეკლესიებში ისევ და ისევ მაინც არის, იმ სახით უნდა გამოვიდეს, გაიწმინდოს ეკლესია. აუცილებლად უნდა გაიწმინდოს ეკლესია, თორე სხვანაირად ჩვენ საქართველოს ვერ გავაძლიერებთ, მეგობრებო. დაიმახსოვრეთ ეს საკითხი. იცოდეთ, რომ თამარ მეფე, როდესაც სანამ ომში გააგზავნიდა ხალხს, თვითონ იწმინდებოდა, თვითონ იდგა და ლოცულობდა და მერე, როდესაც ომში მიდიოდა ჯარი, მთელ საქართველოში თავის შიკრიკებს აგზავნიდა, რომ გადაეცათ მაცნეებს, უпростоრ შიკრიკებს გადაეცათ, რომ ყველგან ელოცათ. ასე რომ ლოცვას დიდი ძალა აქვს და აქვს ასევე თავარი ვინც დგას თავში, ის როგორი გაწმენდილია და თავარი დღეს ჩვენ არ გვყავს. თავში დღეს ჩვენ თითოეული ჩვენგანი არის საქართველოს თავი, რო იცოდეთ რა. ჩვენ მეთაური არ გვყავს. უთავო მხედარი ვართ ჩვენ. ამიტომ ჩვენ ყველანი მხედრები ვართ, ვინც კი ქრისტეს სიტყვაში გაძლიერებული ვართ. ჩვენ თითოეული ადამიანი უნდა ვიცავდეთ ქრისტეს სიტყვას. გუშინ აი როგორც მოვიდა ქალბატონი, მოგვახსენა რა, რომ მე რომ შევედი ეკლესიაშიო და იქ ისინი გამიპროტესტესო, რომ ეს ნუ გაქვს, ის ნუ გაქვს, ფოტოს ნუ იღებო. მეც გავუპროტესტეო, რომ თუ ფოტოს მიშლი გადაღებასო, მაშინ შენ დახლი რატომ გიდგას ეკლესიაშიო, ხვდებით? ხმამაღლა და უშიშრად. ვისაც მე შეეწინააღმდეგეს, შენ მოძღვარი ყავსო და კიო მოძღვარი მყავსო, ამას უთქვავს ამ ქალბატონს და შენ თუ მოძღვარი ყავსო, კითხვების დასმის უფლებებს გაძლევსო შენი მოძღვარიო, ხვდებით? სად დაეცნენ რომ კითხვის დასმის უფლებას არ აძლევს ბერი ერს. წარმოგიდგენიათ? როგორც კი ესეთ მღვდელთან მოხდებით, რომ კითხვის დასმის უფლებას არ მოგცემთ, იცოდეთ რომ იქ ქრისტე არ არის. ქრისტეს უსვავდნენ კითხვებს, ქრისტე პასუხობდა. დედა, ერთი წუთი რა, ეხლა ნუ მოგინა გარეცხვა, მერე დავამთავრებ და მერე რა. ესე იგი, კითხვების დასმის უფლება აქვს ნებისმიერ გინდა ქრისტიანს და გინდა არა ქრისტიანს. და ქრისტიანის ვალდებულება არის კითხვებზე პასუხები უპასუხოს. არამცვი შენ კითხვის უფლების დასმა არ გაქვსო, დასმის უფლება არ გაქვსო უთხრას. არამედ კითხვაზე გქონდეს მომზადებული პასუხები. კარგად იყოს ღვთისმეტყველებაში განსწავლული. გათავისუფლდება ეკლესიები უარყოფითი ენერგიებისაგან. ყოჩა, ხო, რუსიკო გუშინ დავიწყეთ და იმდენი რაღაცა გამოვჩხიკეთ კედლებიდან, ჯვრის კედლებიდან, თეა და ჩვენ სურათი არ გადავიღეთ, იმიტომ რომ ჯადოს სურათის გადაღება არ შეიძლება, მეგობრებო, იმიტომ რომ ის ენერგეტიკა უფრო ძლიერდება ჯადოსი, ამიტომ ჩვენ ეს ჯადო რაც იყო, გავანეიტრალეთ და გადავყარეთ ჯადოები, რაც იყო შეჩურთული იმ კედლებში.
და მე მინდა გითხრათ ყველა ქრისტიანს რა, ნებისმიერი ფურცელზე დაწერილი, გინდა ლოცვა, გინდა სურვილი, გინდა კარგი სურვილი, თქვენი აზრით კარგი სურვილი, კედელში შეჩურთული ეკლესიის კედელში არის ჯადო. არავითარ ქრისტიანს ამის უფლება არ აქვს, რომ ფურცელზე დაწეროს და კედელში, ეკლესიის კედელში შეიძლება ვიღაცა ჯადოქრები გასწავლიან, რომ ესე გააკეთეთო, ზოგმა შვილი ითხოვა, ზოგმა ის არ შეიძლება. ეს არის დასჯადი და წარმოიდგინე გუშინ დაახლოებით 50 ფურცელი გამოვიღეთ, 50, ალბათ 50 ფურცელი იქნებოდა პატარა დაკეცილი, დაჭუნჭული, არ ვიცი და შეტენილი კედლებში. არ შეიძლება, არც ხურდის შედება არ შეიძლება კედელში და სურვილის ჩაფიქრება. ეს არის მჭხიბაობა. ნებისმიერი მჭხიბაობა, შენ კარგ სურვილს ჩაიფიქრებს თუ ცუდს, არ არის დაშვებული ქრისტიანისთვის. ეს არის მჭხიბაობა. კარგი სურვილის ჩაფიქრების უფლება არ აქვს ქრისტიანს. შენ შეიძლება ითხოვო, ანუ ითხოვე და მოგეცემათ, ეს სხვა არის. შენ შეიძლება მიხვიდე ეკლესიაში და ითხოვო, როგორც სურვილი ღმერთს გაუგზავნო, მაგრამ ის რომ შენ დაწერო ფურცელზე და ეკლესიის იმაში პორტალში შედო, ეგ არის დიდად დასჯადი ქრისტეს განაც. ამიტომ გადაეცით ეს ყველას, იმიტომ რომ როგორც ჩანს ძალიან მასიურად ვლინდება ეს საკითხები, ანუ ეს ჯადოს საკითხები საქართველოში. გადაეცით ძალიან გთხოვთ ყველას, ყველა ქრისტიანს, რომ ამის გაკეთების უფლება არც ერთ ქრისტიანს არ აქვს. თხოვნის უფლება აქვს, მაგრამ აი ამ ფურცელზე დაწერის და კედელში შეჩურთის უფლება არ აქვს. ეს უკვე სატანის მსახურებაა. არც ერთი კარგი სურვილი, როდესაც შენ სატანას ემსახურები, ღვთისნიერი არ არის. შენ შეგისრულებს იმას სატანა, მაგრამ ღმერთის შესრულებული ის არ არის, რო იცოდეთ. თუ კი ფურცელზე დაწერთ და ეკლესიის იმაში შეჩურთავთ. ეგ არ არის, ეგ სატანის ასრულებაა. როგორც სატანა არის შესული, აი ახლა დახლის სახით, სავაჭრო ცენტრის სახით, სავაჭრო ცენტრი ქვია ყველა იმ საკითხს, გინდა ერთი სკამი იდგას და ზედ სანთლები იდოს და იქ ფული იცვლებოდეს, მაგასაც სავაჭრო ცენტრი ქვია, გინდა იყოს დიდი მაგიდა და იქ ხატები და ისინი იყიდებოდეს, მაგასაც სავაჭრო ცენტრი ქვია. ყველაფერს სავაჭრო ცენტრი ქვია, რაც ეკლესიაში ფულის სახით გაიცვლება. ხო, გაცვლა არის ეს, ნახე, მესანთელი ავიღე, მოგეცი სანაცვლოდ ფული. ეს არის სატანისეული და ის რაც აი სავაჭრო ცენტრი თუ გამოვა გარეთ, ხო? გარეთ თუ იქნება ამის დახლი, სადაც ღიაცის ქვეშ ან რაღაცა სპეციალურად აშენდება იქ დახლი, ეს ოკეია. ამას არავის არ გააპროტესტებს. მაგრამ რაც ქრისტემ გაგვიპროტესტა, რომ უშუალოდ მამის სახლში არ უნდა იყოს ეს სავაჭრო ცენტრიო, ამას ყურადღებას თუ არ ვაქცევთ ჩვენ, განსაკუთრებით მღვდლები, რომელიც იქ წირავენ და თუ მის ხვირწინ ფულიც გაპუნობს, ხო? იმათ თუ პროტესტი არ უჩნდებათ, ჩვენ გვიჩნდება პროტესტი, ვინც ქრისტეს ვიცნობთ და ვინც ვიცით, რომ რა თქვა ქრისტემ, რა გაგვიპროტესტა ქრისტემ და როგორ საქართველოს გთხოვს. ამიტომ გადაეცით ყველას. არავითარ შემთხვევაში არ გაბედონ და რაღაცა შვილი არის ურვონ ფურცელზე დაწერილი და ეკლესიის კედელში შეჩურთული. არ შეიძლება ასეთ შვილს მოგცემთ სატანა და შენი მერე ის შვილი გაგიჩნდება თავსატკივარი, გესმით? შვილს მოგცემთ სატანა, იმიტომ რომ სატანისეული რიტუალია. შეგისრულებს, მაგრამ ვაი იმ შვილის მოცემას, მერე ეს შვილი გაგიხდებათ თქვენ საწყევარი, გესმით? არ მოგიტანთ ესეთი შვილი სიკეთეს. ასევე ნებისმიერი სურვილი, რომელიც ჩაისურვეთ ფურცელზე დაწერეთ და ეკლესიის კედელში შეჩურთეთ, არ მოგიტანთ სიკეთეს. ეს მოგიტანთ მხოლოდ თავსატკივარს. ხვდებით? ამიტომ ძალიან გთხოვთ, გონს მოდით. მართალია დღეს მაგიური სკოლები გამრავლდა საქართველოში, მართალია დღეს ბევრი მაგი ძალიან დიდ შეცდომას ასწავლის ადამიანებს, მაგრამ ასე იყო ნოეს დროსაც. ასე იყო იმ დროში, როცა ყველამ თავის ნებით დაიწყო სიარული და შემდეგ კი იცით როგორ დაისაჯა, წარღვნით დაისაჯა სრულიად კაცობრიობა თავისი გიგანტებით. ხვდებით, ხო? რასაც გეუბნებით, ენოქის წიგნი სხვათა შორის გვამცნობს მაგას. გვამცნობს ენოქის წიგნი. ამიტომ ნუ შეცდებით, ფხიზლად იყავით და ქრისტეს სიტყვებს მოусმინეთ აუცილებლად.
აუცილებლად გაიაზრეთ ქრისტე რას ამბობს, ფხიზლად გამოფხიზლდით, თვალი გაახილეთ და ქრისტე თუ ამბობს, რომ ეკლესიაში არ უნდა იყოს ვაჭრობა, თუ შენ შედიხარ ეკლესიაში და ხედავ ვაჭრობას, ქრისტესნაირად უნდა მოიქცე. როგორ მოიქცა ქრისტე? იქ ისე კი არ უთხრა, რომ ბუნჩულად, რომ აი ეს გაიტანეთ აქედან ჩვენ როგორც ვაკეთებთ. გადამოაყირავა იქაურობა, განრისხდა, პირველად განრისხდა. ქრისტე განრისხდა ერთადერთხელ, როცა ის სავაჭრო ცენტრს ხედავს ეკლესიაში და აი ეს განრისხება ჩვენ კი არ უნდა გავატაროთ, უნდა გავიგოთ, რატო განრისხდა და ჩვენც მისნაირად განვრისხდეთ. ხო? გამიგეთ. ასე რომ დღეს 12 საათიდან ჯვარზე ვართ, 6 საათამდე მეგობრებო, შეიძლება ცოტა უფრო ადრეც წამოვიდეთ, ნახოთ, იქ გნახავთ ყველას, ვისაც ჩვენი გაცნობა გსურთ. მეც მსურს თქვენი გაცნობა, თქვენს გსურთ ჩემი გაცნობა ალბათ და იქ გავიცნობთ ერთმანეთს. აბა გაკოცეთ, ეხლა წავედი. ეხლა ვიღაცა დააბრალებს, რომ თვალის ჩაკვრა რო უყვარს ბოროტის არისო. იცით რა არის მეგობრებო, თვალის ჩაკვრა არის ძალიან ჩვეულებრივი მომენტი რა და მე ძალიან მიყვარს თვალის ჩაკვრა, იმიტომ რომ ეს ადამიანს აძლევს სტიმულს. იმიტომ რომ ესე არის მიმიკური თვისება არის, რომელიც თვისებაც ადამიანში ჩაბეჭდილია, რომ ეს თვალის ჩაკვრა არის, რომ ყველაფერი კარგად არის. გესმის? თვალს თუ უკრავს ადამიანი მეორეს, ესე იგი ის მესიჯს უგზავნის იმას, რომ ყველაფერი კარგად არის. და მე როცა თვალს ვუკრავ, ეს იმას კი არ ნიშნავს, როგორც იმას რა ქვია, რომ იკვლევს იმ სიმბოლოებს. იმ კაცს. ხო, ის ამბობს, რომ ცალი თვალი თუ დაგანახო ადამიანს, მასონების არისო და ცალი თვალის დანახებაო, რაღაცა მასონების ჟესტი გახდაო და მასონების ჟესტი არაფერი არ არის, მეგობრებო რა. ისინი თუ ითვისებენ რაღაცეებს და ჩვენ გვართმევენ, ჩვენც წავართვათ იმათ, ჩვენ დავიბრუნოთ უკან, ჩვენი თვისებები, ჩვენი ყველანაირი სიმბოლო და ჩვენი ყველანაირი ჟესტი, ხო? მიმიკა თუ გესტიკა ჩვენია ეს ყველაფერი მეგობრებო. არავის მასონების არ არის. მასონების არის ბებიამისის. გესმის? ხო, ანუ მოკლედ ახლა მეორე დამშვიდობებაზე ახლა უკვე გავთიშა, უნდა წავიდე, იმიტომ რომ საქმეებია ბევრი. უნდა გნახოთ მაღლა. გაკოცეთ. აი, შევიდეთ ილაპარაკეთ.